ლევან კალაძის საქმეზე ბრალდებული ლევან ცინცაძე საქმის ხელახალ გამოძიებას მოითხოვს. ცინცაძის ადვოკატებმა დღეს ხელახალ მთავარ პროკურატურას განცხადებით მიმართეს. ადვოკატები ეჭქვეშ აყენებენ ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვითაც ნაპოვნი ცხედარი ლევან კალაძეს ეკუთვნოდა. ისინი საქმის გაყალბებაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ საქმე კვლავ გამოუძიებელია. ლევან კალაძე 2001 წელს გაიტაცეს, 2006 წელს კი გატაცებასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილი 4 პიროვნება დააგავეს. ბრალდებული ცინცაძე 25 წლიან სასჯელს ერთ-ერთ ბრალდებულის მერაბ ამისულაშვილის ჩვენების საფუძველზე იხდის, რომელთანაც მოგვიანებით პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საქმეში დევს დათვალიერების ოქმი. დათვალიერების ოქში ცალსახად წერია, რომ მას არ აქვს რამოდენიმე კბილი, ასევე არ აქვს ენის ქვედა-ძვალი. ეს ის ნაწილებია, რომელი ნაწილებზე დაყრდნობითაც გაიცა დნმ-ის ანალიზი. აქედან გამომდინარე ისევ ძალიან დიდი კითხვა, თუ კი გვამს, რომელიც ამოგებული იქნა და მას არ ჰქონდა ეს ფრაგმენტები, როგორ შეიძლებოდა ექსპერტიზაზე გაეგზავნათ აღნიშნული ფრაგმენტები. ჩვენების თანახმად, რომელიც საქმეში არსებობს, ლევან კალაძე გაიტაცა 40-45 წლის მამაკაცმა. მაშინ ლევან ცინცაძე, რომელსაც პროკურატურის ბრალდებით უნდა ჩაედინა ეს ქმედება, ის იყო სულ რაღაც 25 წლის. არ დამიტოვებია არც ერთი ინსტანცია, არც ერთი პარტია, სადაც კი შეიძლებოდა ყველგან ხმა მივაწვდინე, მაგრამ უშედეგობდა. ნუ ჩემი ერთადერთი მოთხოვნაა და თხოვნა ამ ახალი ხელისუფლების პირობებში, რადგან გაჩნდა იმედი სამართლიანობის ობიექტური გამოძიება ჩატარდეს.